6 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულები დააჯილდობა. პრიზიორები პირადად ელჩმა დაასახელა და ვრცლად ისაუბრა ჟურნალისტიკის ეთიკის სტანდარტებზე და მედიის მხრიდან ობიექტურობის აუცილებლობაზე. The European Prize for Journalism ჟურნალისტიკის ევროპული პრემია ხელს უწყობს ხარისხიან რეპორტაჟებს, ეთიკურ სტანდარტებს და პლურალისტურ მედია გარემოს. პავლე ჰერჩინსკის სიტყვები დამაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ პრიზები ელჩმა უცხოეთიდან დაფინანსებულ და ესტონეთში რეგისტრირებულ ონლაინ გამოცემა პუბლიკის წარმომადგენლებსაც გადასცა. ერთი პრიზი იმისთვის, რომ ძალადობისთვის დაკავებულ კანონდამრღვევებზე ემოციური ფოტორეპორტაჟი მოამზადეს. მეორე პრიზი პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გასამართლებულ ბზია ამაღლობელზე მომზადებული ნამუშევრისთვის. მესამე კი ასევე პოლიციის მიერ სამართალდამღვევი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებული სიუჟეტისთვის. გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდში ძალადობის წახალისებად შეფასდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია. პუბლიკა გასაგებია, დიდი კომენტარი არ ჭირდება, რაც შეეხება ამ ჯილდოს გადაცემას, ეს არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ჩვენ ამაღლობელის შემთხვევაში, ხო, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის. ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც დღეს მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელშიც საკუთარი თავი ჩაიყენა ევროპულმა ბიუროკრატიამ იმის გამო, რომ მთლიანად დათმეს რეალურად სუვერენიტეტი. სახელისუფლებო პარტიაში იხსენებენ იმასაც, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არაერთხელ ცდილობდა ძალადობის წახალისებას და მუდმივ რეჟიმში მხარდაჭერას უცხადებდა მოძალადეებს. სამართალდამრღვევების გათავისუფლების მიზნით კი ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენასაც ცდილობდა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, მსგავსი პრაქტიკა სამწუხარო და ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილია. არავის არ გამოსულა და არავის არ დაუგმია აღნიშნული ძალადობა. პირიქით ყოველთვის მუდმივად ხდებოდა წახალისება, რაც ძალიან მძიმეა და წარმოუდგენელია უბრალოდ როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო. ნახეთ სხვადასხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ის ადამიანები, ვინც ანგრევს, ამტვრევს, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალადობს ადამიანებზე, პოლიციელებზე, მათ ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემათ. მაგრამ საქართველოში იყო სხვა დამოკიდებულება. ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, არის პირდაპირი უპატივცემლობა ქართული მართლმსაჯულებისა, ქართული სამართალდამცავი სისტემის და ზოგადად ქართული სახელმწიფოსი და ქართული საზოგადოების. როდესაც ხდება მოძალადის და ძალადობის აქტის რომანტიზება და იმ ადამიანების საქციელის რომანტიზება, რომლებიც თავს ესხმოდნენ ქართულ სამართალდამცველებს, თავს ესხმოდნენ კონსტიტუციურ ორგანოებს და შემდგომში ხდება ამ ადამიანების ასე ვთქვათ, გმირებად წარმოჩენა და შემდგომში ამ ადამიანების გაშუქებისთვის ადამიანების დაჯილდოება. ეს არის პირდაპირ ასე ვთქვათ, ტრული აქტი. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ღიად იყო მითითებული ევროკავშირის მიერ სოციალურ მედიაზე ზეწოლის ფაქტები, თავისუფალი სიტყვის დევნის ფაქტები და აღშფოთება გამოიხატა ამ საკითხთან დაკავშირებით და აი ამ ფონზე, როცა ევროკავშირი მხილებულია ასეთი სახის ქმედებებში, თავისუფალი სიტყვის დევნაში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ისინი ჟურნალისტებს აჯილდოებენ თავიანთი პრიზებით და ჟურნალისტებს, რომლებმაც გააშუქეს, გადაიღეს სახელმწიფო გადამტრიალებლების ქმედება, როგორ უკიდებდნენ ცეცხლს შენობებს, როგორ ანგრევდნენ პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს. ხალხის ძალაში კი თვლიან, რომ სწორედ მსგავსმა უსამართლო დამოკიდებულებებმა და დესტრუქციული პროცესების მხარდაჭერამ საქართველოში ევროსკეპტიციზმი გააღვივა, რაც სამწუხაროა. ეს არის გაუგონარი უტიფრობა მათი მხრიდან და მთლიანად ღირებულებებისაგან დაცვა. და ეს არის ძალიან სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს არის სიგნალი ქართული ხალხისათვის, რომ ევროკავშირი დღევანდელ პერიოდში არანაირად არ იცავს ღირებულებებს და იმ ხალხისათვის, რომლისთვისაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები არის მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და სწორედ ეს აღვივებს ევროსკეპტიციზმს ქართულ საზოგადოებაში, რაც კარგი მოვლენა სულაც არ არის და ეს პირველ რიგში გამოწვეულია სწორედ ევრობიუროკრატების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ევროკავშირის საელჩოს უბრალოდ წარმომადგენლობის მხრიდან გადადგმული ამ უტიფარი ნაბიჯის გამო.
სახელისუფლებო გუნდში იხსენებენ იმასაც, რომ ძალადობის წახალისებას ბრიუსელის მხრიდან ყველაზე დიდი მასშტაბი მაშინ მიეცა, როდესაც პოლიციის შეურაცხყოფისთვის გასამართლებულ ბზია ამაღლობელს ევროკავშირმა სახაროვის პრემია გადასცა. ქართული ოცნება ყველა უცხოელ აქტორს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ქართული მართლმსაჯულების პატივისცემისკენ მოუწოდებს.